ეს არის კრწანისის ტყე, ფონიჭალაში, რუსთავსა და თბილისის შორის მდებარე მწვანე სივრცე. აი აქ და გონიოში მალე ელიტური და ძალიან მდიდრული ქალაქები უნდა გაშენდეს. ქართული ოცნება ამისთვის არაბულ კომპანიას ჯამში 900-მდე ჰექტარ მიწას უთმობს. აი, გადახდა. ორი კვირის წინ კინორუსთავის შენობაში გაიხსნა იმ კომპანიის გაყიდვების ოფისი, რომელმაც კრწანისის ტყეში და კიდევ გონიოში, ჭოროხის დელტასთან ძალიან ახლოს უნდა ააშენოს საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები. რა ვიცით ამ ეტაპზე ამ ორი მეგაპროექტის შესახებ? ბევრი არაფერი. ვიცით მხოლოდ ის, რომ კრწანისის ტყეში და მის მიმდებარედ სოფელ ახთაკლიასა და ფონიჭალაში დაახლოებით 600 ჰექტარ მიწაზე უნდა გაშენდეს საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები. 600 ჰექტარი ფაქტობრივად ერთი საშუალო ზომის სოფლის ხელაა. ბათუმთან კი გონიოში 260 ჰექტარზე, ანუ ზღვისპირა ზოლში უნდა განთავსდეს ბრენდირებული კომპლექსები, საცხოვრებელი, სასტუმრო და უნდა მოეწყოს იახტ-კლუბი. ამ ორივე პროექტს ქართული ოცნების თქმით განახორციელებს Eagle Hills-ი. ეს კომპანია არის არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული ჯგუფის MR ჯგუფის შვილობილი კომპანია. აი ამ ორივე მეგაპროექტში ინვესტიციის სახით უნდა ჩაიდოს 6.5 მილიარდი დოლარი, მაგრამ რა ხდება ამის იქით? უცნობია საერთოდ რა შინაარსის და რა პირობების ხელშეკრულება დაიდო ქართულ ოცნებასა და კომპანიას შორის. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ქართული ოცნება ზუსტად აი ამ პოლიტიკით ვაჭრობს ქვეყანაში არსებული ბუნებით. რატო არის უშუალოდ კრწანისის ტყე ესეთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი? მარტო კრწანისის ტყეში შეგიძლიათ ნახოთ 100-მდე ფრინველის სახეობა. ახლა სახელმწიფო საკუთრებაშია მთელი ეს მიწები. სანამ Eagle Hills მშენებლობისთვის უკვე ესე ოფიციალურად არ გადასცემენ. და არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე რუსთავი. სულ რამდენიმე თვის წინ თუ არ ვცდები სექტემბერში ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით საგულისხმო კვლევა. ამ დოკუმენტში ეწერა ეგეთი რაღაც, რომ რუსთავში სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს აღებულ ქუჩის მტვერში, ანუ ვერცხლის წყლის დონე 5-ჯერ აღემატებოდა ნორმას. ტყვიისა 24 ჯერ და კადმიუმის 26 ჯერ. ხო, აი ამის ფონზე კრწანისის ტყე არა მარტო თბილისისთვის შეიძლება მივიჩნიოთ ფილტვებად, არამედ რუსთავისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც ესეთ მძიმე ეკოლოგიურ პირობებზე ვსაუბრობთ.